იმ ახალ იმპერიას საბჭოთა კავშირი დაერქვა მერე. ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ არ გავიხსენოთ ეს დღე. ეს არ არის საზეიმო, ეს არის შემიძლია ვთქვა გლოვის დღე, იმიტომ რომ ბევრი ქართველი სიცოცხლე შეეწირა. ჩვენი ვაჟკაცი იუნკრების სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი, ვინც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის, გვეუბნებიან იმ თავიანთი იმ ქვეყნიდან სულები, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა, როგორც აღმოჩნდა ბრძოლა არ ყოფილა დამთავრებული, რომ გვეგონა რომ ჩვენ მოვიპოვეთ რეალური დამოუკიდებლობა, რომ აი ახლა დავიწყებდით დემოკრატიული ახალი ქვეყნის შენებას, თურმე ისევ ბრძოლა არის საჭირო. დღეს იმიტომ გავარა აქ, რომ 1921 წელი არ დაბრუნდეს საქართველოში. გვახსოვს ყველას ის წლები და მე აღარ მინდა იმ საბჭოთა კავშირში დავრუნდე და ეგ ევროპის დროშაც მაქვს მოკლილი და მინდა რომ მე ჩემი მომავალი ჩვენი საქართველო იყოს ევროპაში. წინ ევროპისკენ. Სახუთი თებერვალი ჩვენი საქართველოს ისტორიის ძალიან ტრაგიკული დღეა და არასოდეს დავივიწყებთ. სამწუხაროდ დღესაც გრძელდება რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ აი ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი ერთობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აღარ დაუშვებთ საქართველოს გარუსებას. საქართველოს დამოუკიდებლობის ხანმოკლე დამოუკიდებლობის ისტორია დასრულდა 25 თებერვლით და აი სიმბოლურად მაქვს მოტანილი ეს ლოზუნგი დღეს ასე ვთქვათ შემოდიოდა სიკვდილით წელით და ეს არ იყო მხოლოდ ერთჯერადი სიკვდილის აქტი და ეს არ იყო მხოლოდ 25 თებერვლამდე ან 25 თებერვალს შეწირული გმირების სიკვდილით დასრულებული მოვლენა. ეს იყო 70 წლიანი სიკვდილის ქრონიკა, რომელსაც ძალიან ბევრი მამულიშვილი შეეწირა 70 წლის განმავლობაში.